გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, მე და ალექსანდრუშკა. რას შევპირდი რომ არტ-ეტეკებზე მოვუწყობდი კულტურულ პროგრამებს, ასე რომ კინო, თეატრი, ბალეტი, კინოში მიდიხარ? ცირკი, რა ვიცი, ყველანაირი ბილეთები ვიყიდე. ხო და ნელა ყველგან წავალ, მალე სკოლაც დაიწყება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე მალე გამოთბება და კარგი ამინდები იქნება. დღეს ალექსანდრას დაქალს სოფიას დაბადების დღე აქვს და ალექსანდრამ სთხოვეო გამომწერებს, რომ სოფიას მიუღოცონ დაბადების დღეო. ლანელი გულია, კეც ვინ? მიყვარს. აი ესეთი კეთილი გულის პატრონი არის ალექსანდრუშკა. და ჩემი ელპეშკა ხარ, რომ ელპეშკა ნიშნავს ლучшая подруга, საუკეთესო დაქალი. აბა ესე გაიზარდა. ჩემი ელპეშკა არის. Мама, канат. Что? Канат. Всё, побежали, გავიქეცით ახლა. მივდივართ გალერეაში, კავეაში. არ ვიცი, სხვათა შორის სულზე ვიყიდა ფასდაკლებით ბილეთები. ეხლა უცბად ცოტა შემეშინდა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, სწორად მიყვას ალექსანდრა კინოში. ანუ კავეა გალერეა თბილისში. ხაწმინდაო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რა მე არ შემეშალა. მოვედით. Ничего страшного. Зато ты все-таки очень красивая. Потому что блеск. Да. Не трогай руки. ოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოუშვი ძალიან ცოტა ხალხია, მაგრამ შეიძლება ადრეა და მაგიტო. ეხლა ჯერ 12 საათი ხდება და მაგიტო ძალიან ცოტა ხალხია. ასე მგონია. თორე აქ სულ გადატენილია ხოლმე. სულ ზევით ყოფილა კავეა. კიდევ ერთი ძევით უნდა ავიდოთ. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ როგორ მიყვარს ეს ადგილი და აქ ხაჭაპურის ჭამა. Это кино всё погнал. Давай. Нам еще наверх надо идти. Давай. Красавица. აქ არასოდეს ვყოფილვართ. Да. Белорусиц. Пойдем, давай будем попкорн брать. Ой, смотри, иди ко мне. Иди сюда. Раз, два, три. Ура! Кино пришли, да? Ты рада? Сейчас фоткаемся. Элодаба თავის попкорнс. Посмотри сюда. Бери. Вау! Это тебе. Бери. Вау! Ой-ой-ой-ой-ой! У тебя выпало. ყველაფერი ავიღეთ. ვაი, მე რა გაწეცილი ვარ. კარგია ყველა. ალექსანდრას დიდი პოპკორნი უნდა და რა თქმა უნდა დიდი პოპკორნი. Потому что я ржу. Просто. Душа радуется, да? Все, пойдем. Нам сюда надо. Როგორ ბნელა. ველოდებით, როდის დაიწყება ჩვენი მულტფილმი. მართალია ქართულ ენაზე იქნება, მაგრამ არა უშავს. ცოტა ხო იცის ალექსანდრუშკა. გავაკეთოთ მე და ალექსანდრუშკა. და ჩათის ჩარმი. რა გავოთ, გადავიღებთ ფოტოებს. ბედნიერ მორჩა კინო, წავედით სახლებში. აქ როგორი ლამაზი ყოფილა. წამო ალექსანდრა გავიდეთ ერთი ვნახოთ რა ხდება. მახსენებს მინსკში რო დავდიოდით მე და ალექსანდრა კინოში. ზუსტად ესეთი всё аккуратненько. ზუსტად ესე იყო ხოლმე დასაჯდომები. შეგეძლოთ ყავა, ჩაი დაგელიათ და მოდი ვნახოთ გარედან რა ხედი გვაქვს. Пойдем посмотрим. Аккуратно.
ლამაზეა. Что-то строят. ო, აშენებენ, მაგრამ წამოდით აქეთ ნახოთ. Пойдём. ხედები, ნახეთ რა საოცარი, აკურატნა. Красиво. ჩემი უნივერსიტეტი. სეუ. ეს ფაქტამდღორებული. შვენიერი ხედი ყოფილა აქედან საერთოდ არც კი ვიცოდი ისე. აუ, და კაკია ძანეწოს. Всё. Стой! Ты что так целый? Не надо так делать. Ты не надо так делать. Смотри, волос на чего у тебя похож. Смотри, иди сюда. Смотри, у тебя как волосы уже. Давай, застегни куртку, хорошо. Давай. Александрушка, ты же так целый. Ალბათ ეს იმის ბრალია, რომ დიდი ხანია არსად არ ყოფილა, ძალიან ხარია. Не, это уже был. Пойдем. Аккуратно. Александра. ეხლა მივდივართ პიცაზე. ალექსანდრამ სადმე წამიყვანეო და თქვენ ხო იცით რომ ესეთი გასვლები როდესაც არის, ესე იგი აუცილებლად სადღაცას მივდივართ რომ გემრიელად ვჭამოთ. რა თქმა უნდა, ალექსანდრა ძალიან გახარებულია. და როგორი გაზრდილია. Давай поправим штанишки, обувь. Стой! ალექსანდრა აი მრთებთან მიქრის იქ ფოტო გადამიღეო და მივდივართ რომ გადავიღოთ ფოტო. მაგანი რამე გაუხსნიათ აქეთ მე მაგდონალდსი კი დავწდებოდი ხოლმე და. Ну давай. Остановись. აქ ყოფილა ხომი და ყველი. რა მაგარია. Что ты хочешь кушать? А? Пиццу. Ой, смотри, какой ляля. Что ты хочешь? Мама. Пицца. Пиццу? Точно? Ладно, давай тогда пойдем. Пиццу. Давай. Они ესეთი გასვლა აუცილებლად მიხარდება ხოლმე სადმე წასვლით და გემრიელად ჭამთ. Всё, пойдем. Можно в один магазин зайду? А? Давай, пожалуйста. Кушать. H&M. Давай посмотрим, может что-то красивое для тебя будет. И для мамы. Хорошо? Хорошо? Александра Сарупорс. Магазинში სიარული. ყოველთვის სადმე რომ მივდივართ და შესასვლელი მაქვს, ყოველთვის უზღუნებს ხოლმე. ამიტომ დედიკო აძალებს. Здесь какая? Нету. Скажи. Нету. Какая здесь? Нету тут интернета, нету Wi-Fi. შევიაროთ H&M-ში, აქ რომ მოვდივარ ხოლმე, ყოველთვის უძღოთ უნდა შევიარო, გეკონება რაღაცა სასწაული ხდება. Не изде. Сюда. Сюда. H&M კიდევ სად არის? Я не хочу. Ага, უკვე დაიწყო. Нет, не хочу я в магазин. Я хочу. Гого, я хочу. Ладно. Давай иди. Заходи, возьми. Давай. А? Возьми. Нет, это ваша куртка. Тогда я не пойду в магазин. Ну тогда ждите, ожидайте вот здесь. Сама берешь. Ну, пожалуйста. Пожалуйста, я тоже прошу. Пойдем тебе пижамки посмотрим. Я не хочу пижаму. У меня есть пижама. Ладно. Ну, не сложно эту куртку Дай. держать. А мне разве не сложно? А, Гого?
წინაზე ათეში ალექსანდრუშკას პიჟამა რა უყიდე. ძალიან უყვარს და ძალიან გემრიელად გამოიყენა. Да. Покажи мне эту кофточку. Какую? ეს და ამის კოფტაჭკები წინაზე. ტანსაცმელი თვითონ აირჩია და ისე იყიდა. Какая? Вот это тебе нравится? Нет? Пойдем пока посмотрим. Куда ты пошла? Вот как у тебя. Александра Сацакасать. Рагаться наксови минда. Стичи у тебя есть. Посмотреть, она сама упала. Просится тебе в руки, да? Возьми меня домой. Забери, купи меня, купи. Mēs atnāčām savu kīštēbi. Es rāris. Es kur tu კი დამაჭერინა ეხა? Мама, ну пойдем. ეს ის არის ბალაკლავასავით და ქუდი. Будь здорова. Возьми мой телефон. ნახეთ ეს კეპი როგორ უხდება, როგორი ლამაზია. მაგრამ ამას ეს მოსწონს, რა თქმა უნდა, რაც Ну, она красивая. უკეთესი, Вот თორე это еще ესეთი ნაზი красиво. ყვავილებით კი არა. Как все бежевая. Красиво. Ой, смотри, что. Hello Kitty, а ось გახუნებული ძალიან ლამაზია ისე. Რუსკას რო უყიდა და მეც რო გამოვიყენო, არ შეიძლება. Подписчики, красиво. Ой, конечно. ეს და ამის Берем. Вот тоже красиво. Загар. Вот тебе подходит. Ну, и ногти. Нет, ногти мы не берем. Берем. Ну, пожалуйста. Нет. Да. Ой, как красиво, покажи. О, какие красивые бусинки. Что это? Что стоит? А смотри, какие кеды красивые, да? А, да, понятно. Пойдем. Пойдем. ნაქსოვებს მიადგება. აქ ალექსანდრას გარეშე უნდა ვიაროთ აშკარად. არც მოგცემს იმის საშუალებას, რომ რამე შეარჩიო. უბრალოდ შეხედო თუ არ შეარჩიო, ან ყიდვა და საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ამიტომ როცა რაღაცა ვყიდულობ ხოლმე, ყოველთვის მე თვითონ ვყიდულობ. მე ყველაფერი მოსწონს ხოლმე. Красиво? Что ты выбираешь? Смотри. Вот так мне подходит лицо. Да, красивое это у меня. არა დიდების ტანსაცმელი რომ მოსწონს. Красивый цвет, да? Ой, Такие же у меня примерно есть. там же. Თუ დამაცადოს ცხოვრება. Мы тут были, уходим. Вот эта пижама, кстати, подходит тебе. Такая? Файმა ეს რა საყვარლობაა. ესეც რო ყვავილებზე რა მემართება, ვერ გიხსნით ვგიშტები. ანახეთ რა კარგია. აუ. Там это близко. აი ესეთი სახლის ტანსაცმელიც ძალიან მომწონს. შარვალი და ზედა. სახში ირბინე გემრიელად, მაგრამ ეს არ მაცდის არაფერს. წავედით. Пойдем. Какой дом? აუ ეს კეპი მომწონს ძალიან, ნახეთ რა ლამაზია. ლურჯიც და Не достаешь? ხა მეორეს გაჩვენებთ, მეორეც მომწონს და ალექსანდრა გზავნე, მაგრამ ვერ წდება. Лурჯი. ხა მეორეს გაჩვენებთ. Александрушка, подержи, пожалуйста, вот это. Держишь? Ой. Сейчас смотрю. Ага, მოჭერილი არ არის ახლა. მაგრამ პროექტურია. Да? Какой из них лучше? Решь, 49 лარი.
ნაზარ ჭამე ვიღაცასთან ერთად ძალიან გემრიელი პიცა და საერთოდ ვერ მიხსენე საით შეიძლება ეს ამბავი ყოფილიყო. არ ვიცი მონიკასთან ერთად, არ ვიცი მარისთან ერთად, სადღაცას იყო ეს ამბავი, მაგრამ სად არ მახსოვს. ამიტომ მე ხამივიდივართ დომინოს პიცაში, რომელიც რუსთაველია თუ სწორად მახსოვს. Это не Додо, это Доминос пицца будет. Да, нахули მაგასი ალკოჰოლი შესული მან. და მე გზად ზარაში შევივლით. ალექსანდრამ არაფერს საშუალება არ მომცა. კეპიტანი მომეწონა სხვათა შორის ორივე ლურჯიც და ის ბეჟიც, რომელსაც ლურჯად ეხადა ეწერა რაღაცები ძალამაზი იყო. თუმცა იმასაც ვფიქრობ, რომ ეგეთი კეპები εν რაოდენობით არის თემუზეც. და ან არა მოეთხოვება კეპს ისეთი განსაკუთრებული. თავარია ქონდეს ლამაზი ფორმა და დგომა. და მე მაქვს მწვანე კეპი. აღარ მახსოვს რა წერია, შიკაგო ან რამე მსგავსი. და ძალიან ლამაზი არის. თავზე დაფარებული. აბა. და ნახოთ, თემუზე შეიძლება მოიწებნოს. სხვათა შორის თემუზის შუბკა მაცვია 65 ლარად. Меня покажи. Знаешь, раньше вон там был кинотеатр Руставели, а сейчас нету. Почему? Не знаю, закрыли. Сейчас вообще. А як იყო Rustavelis кино Rustaveli. Это მახსოვს დავდიოდი ხოლმე ჩემს მეგობრებთან ერთად. ჩვენი Rustaveli, რამდენი ხანი აქ არ ყოფილა. Прыгай сюда. ძალიან დიდი ხანია ესე გულიანად მე და ალექსანდრას არსად არ გვისეირნია. ალბათ იმიტომ რომ სანამ ოპერაციას გავიკეთებდი სულ ცუდად იყო. მე ოპერაციის შემდგომი შასვაის მომკდესადი. ოპერაციის შემდგომი პერიოდები იყო. მე სკოლა დაიწყო და ვცდილობთ რომ კარგად გვესწავლა. ახლა არ დებები გვაქვს და რატომაც არა, მართალია მთლაც ესწავლე და კარგი ამინდები არ არის გრივა, მაგრამ მაინც კარგია. არ ვიცი, მთელი ბავშვობა მაქვს აქ რა თბილისში გატარებული. ასტარაშნადე თუ რამე კონცერტი იყო ხოლმე, რა ვიცი რა მეხდებოდა, ყოველთვის მოვდიოდი ხოლმე, გამოვდიოდი ხოლმე. მე და ჩემი მეგობრები ძალიან კარგი იყო სადგა. მეთქი გადარბის. სიკიშია. დაიჭამდები ყო. Ai, ți mi-e bzantit, bătoana. ხო და ეხლა რა დავშლობ ერთ რაღაცას, ერთ ფაქტს მოგიყვებით ჩემს შესახებ, რას ვაკეთებდი ხოლმე და რატო ვაკეთებდი ხოლმე. ძალიან კაი იყო, რომ ახსენდება. სხვათა შორის კიდევ ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ყოფილიყავი ჟურნალისტი და აი ძალიან მინდოდა და აი ძალიან პატარა ვიყავი, როგორ ვოცნებობდი, იცი? ძალიან ადრე რუსთავი 2-ის შენობა რო იყო, თუ გახსოვთ ძველი დელისის მეტროსთან, მან ხდებოდა პასპორტების გაცემა რა, აღარ მახსოვს ახლა ზუსტად გიყობით მაგამ ბოს თუ არა, მაგრამ მახსოვს რომ პასპორტზე მან წამიყვანა დედაჩემმა, იმიტომ რომ მივდიოდი ცეკვიდან პაესკაში საბერძნეთში. ხო და იმან ვიყავით რა, მახსოვს რომ ეგ ამბავი ხდებოდა და თან იქ იყო ტელევიზია და ხო წარმოგიდგენიათ ახლა როგორი გახარებული ვიყავი, რომ იქ ვიყავი და მე ეხლა რო ტელეგრაფია აქ რუსთაველზე მან ადრე იყო აი ძველებური რაღაც ტელეფონები რო იქ და რო შეგეძლოთ დაგერეკა. Давай, да, люди тут ходят, давай быстренько. Александра. რომ გონჯობია დავზე ისე მოგიყოთ, თორე ასე მოყოლილი. მაგრამ ალბათ ამის მოყოლა იმიტომ დავიწყე, როცა ვმუშაობდი ჟურნალში და ჟურნალზე ერქვა ქართული ელიტა და ნიჭიელაი. აი აქ თბილისის მარიოტში დავდიოდი ხოლმე ინტერვიუებზე. Пойдём, да. Иди давай. Александра. ხო და ქვევით არის ესეთი საკმაოდ დიდი და კარგი საგამოფენო სივრცეები და სულ აქ დავდიოდი ხოლმე ყოველ შაბათ კვირას და ეგ ძალიან მაბედნიერებდა. ხო და აი არ ვიცი. აი ამ გზაზე ძალიან ბევრჯერ მივლია. ჩემი ძალიან დიდი ოცნებები, თუმცა მართლა ხომ ედირება. მაგრამ როგორც იყო
ძალიან კარგი იყო და სულ სხვა დრო იყო რაღაცნაირი ბევრად კარგი სულ სხვანაირად იყო ყველაფერი ალექსანდრა არ გავწვდეთ ჩვენს პიცას და ეხლა მიხარია ჩვენ შულთან ერთად რომ დავდივარ აქ რა მაგარია დღეს ალექსანდროშკას დაქალის დაბადების დღეა და ძალიან მთხოვა საჩუქარი მაპეზია და ის რა ქვია იჩენდამში პატარა ბავშვი შევხვდა ძალიან პატარა იყო ახალშობილი და რაღაცა ძალიან იმოქმედა ალექსანდრაზე да это Свет такой пойдем ты хотела знаешь что пойдем Александра Сундода Софиასთვის ეკიდა მოიცადეთ წინაზე ალექსანდრასაც აჩუქეს მეც ვუყიდე აი ეს Сундода вот Александра то что ты хотела подарить ой господи мои вот зеленая как у тебя розовая тоже может зеленая у вас одинаковая будет Она сказала, что любит фиолет. ну бери Ну да, я говорю. ты какой хочешь А такой может что-то другое? Ой, что-то другое. мы на это договаривались Ну, пожалуйста. мы на это договаривались раунда ერთი იქ მოეწონა აშკარად რაღაცა довольна Да. идите Я Софи также так же купила, чтобы у нас одинаковые были. ага Love you. давай Love you. love да ой так ასაჩქარი უყიდა ნამნალევა მართალია სკოლაში ყოველ დაბადების დღეზე თვითონ ბავშვზე ვაგროვებთ ხოლმე ფულს და თანხას ვაძლევთ დედას და მერე დედა ურჩევს ყველაფერს ალექსანდრაზეც ეგრე იყო მაგრამ ალექსანდრამ ძალიან დიდი სურვილი გამოთქვა ორი დღეა უკვე მთხოვს რომ საფასაჩქარი ვუყიდოთო და რა თქმა უნდა უარს ვერ ვეთყოდი ესეთი სურვილი გამოთქვა და ერთგვარი კულტურაც არის ანუ ფულს აგროვებ ერთია მაგრამ საჩუქარი უნდა ვაჩუქოს უნდა რომ საჩუქარი მიერთოს ძალიან საინტერესო ძალიან კარგი არის მივესალმები ჩემს ტყვიან შვილს და რა თქმა უნდა უყიდე თავისი დაქალისთვის საჩუქარი ხაოდე და классно круто ცოტა მზერო იყოს ხლად უკეთესი იქნება კი აცილა ფათაშორის არა მოგრობილია რა ага хорошо отлично სავარაუდოდ აი ეს მახსოვდა заходи განსაკუთრებული ოთახი არის მეფეოდური პიცას შოუკოდის ნახევარი პეპერონი ნახევარი სოკო თანერთად მიყვარს სოკოს ალექსანდრას პეპერონი მიყვარს ამიტომ თუმაში აკეთებენ თურმე ასე ნახევარს და ძალიანაც კარგი შოუკოდის საშუალო ზონა სიმართლე გითხრათ ჭამა საერთოდ და მithumetes დიეტო მაგრამ დღეს არის დიეტა ფალოფოს ჭახუს ახლა 3 საათია Как символ, хода, ყვებოდი წერა, რაღაც მახსოვს რა ყვებოდი, მაგრამ ალბათ იმასობდი რომ ვუცნობდი რომ ყოფილიყავი ჟურნალისტი რა, აი კამერის წინ მიდოდა მუშაობა და რაღაცა ინტერვიუები მაგიჟები ხაროდა რა. ისე მოხდა რომ მამაჩემ აგდოდა თავი შეუჩნდა რომ არა სამბობ არაიდროში ხოში ისე მოხდა რომ წავედა ჩავაბარე უცხოელებზე აღარ ჩავაბარე უცხოელებზე რომელიც მოგსაუბრებდა უცხოელები მეცოდი და რაღაცა ის იყო მუხამში მაგდებდა მოკლედ ჩემშუსოხებთან ნერვიულ ხარეთ და თვაიცით რომ მეკარდება ესე იგი ძალიან განიცდად ნერვიულ ხომ ხოდა ეს რა ქვია რომ ჩავაბარე ამ უცხოელებს
ყოველთვის საერთოდ მიხვად გამქონდა ძალიან მინდა და ყოფილიყავი ჟურნალისტი. პარალელურად მაინც დავიწყე ერთ მუშაობა, რომელსაც ერქვა ქართული ელიტა და მაგდროს ქართულ ელიტაზე იწერებოდა ახალი ამბავი. და ყველა ცნობილ ადამიანთან მქონდა შეხება, მივდიოდი ინტერვიუზე, ხან სახლში მივდიოდი მაგასთან, ხან კაფეში ვხვდებოდი, ხან გამოფენებზე დავდიოდი, ხან სცენებზე დავდიოდი და ძალიან მომწონდა ეს ამბავი. ძალიან კარგი იყო, ძალიან მაბედნიერებდა. მაგრამ მე რა ვიცი, რაღაცნაირად ის ჟურნალი დაიხურა და ამასთან აღარაფერი აღარ გამაგრძელე. პარალელურად ვცეკვავდი და დავდიოდი სამოგზაუროდ სხვადასხვა ქვეყნებში პაესტრებში. და რაღაცაირად მაინც აქტიური იყო ესა და სულ ამბობდი, რაღაცას გავაკეთებ, რაღაცას გავაკეთებ, დავიწყე ჩემი ბლოგების გადაღება. და ასე ისეა. რაღაცა დოზით ხომ მუშაობ კამერასთან, რაღაცა დოზით ხომ მიცნობს ხალხი, რაღაცა დოზით ხომ გიყვარვართ და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ პლანს. ხე მე საქმე გავიდე და ვიღაცამ არ მიცნობს არავის ზეპოს. გინდათ სკოლაში რომ მივიდივარ, გინდათ გარეთ რომ გავიდივარ, თუ საქმე მივიდივართ. პირველ რიგში ხო ალექსანდრას ცნობთ ხოლმე, აი ვინც მოსულხართ ჩვენთან, იცით რაზე ვლაპარაკობ ხოლმე. თან ალექსანდრას ვუყურებ, ნერვიულობ. არავინ გაიყვანოს. ხო და მოკლედ ასეთ ამბებში ვიყავი. ხო რა შეიძლება? აუ, всё, მადლობა. მომხელა. გეჩვენოთ. ნახეთ მომხელა ჩვენი პიცა. ალექსანდროშკას დავუძახებ მშვენიერი ესეთი ლამაზი გარემოა. დავუძახოთ ალექსანდროშკას. Мовида. Ну что, ты довольна? Вот ваша пицца, мадам. Твоя часть. Я хочу с грибами только. Да вы что? Ах, цыган, вы уже дарми хварсо. Там вода? Нет, все чисто. Можно потом? Можно я потом еще? Да, хорошо. Поиграть. Хорошо. Открой. Ты там зашули, а контроль флаперс. Я не хочу твою, я хочу свою. Они одинаковые. Давай сейчас вот это допьем. Нет, нет, нет. Куда они? О, вишня. Да. Смотрите, я в стакан рыбу. Как вкусненько это выглядит. Дай мне тоже попробовать. Вкусно? Очень вкусно. Мне понравилось с грибами. Вот, очень хорошо. Бери. Да, помоги. Сама сырым. Салфетку возьми. Салфетку возьми. Это было рекордно. Кушай. Пиццу кушай, давай, бери, кушай. Пусть оценит. А? Оценит.
Возьми пиццу хорошо в руки, вот так держи, как я держала. Только над тарелкой, хорошо? Над тарелкой. არ მინდა ხორი გეგონოთ, მაგრამ ერთი პიციდან თითო-თითო ნაჭერი ვჭამეთ მე და ალექსანდრა და რა თქმა უნდა ვერ დავტოვებთ, ამიტომ მიგვაქვს სახლში მშვენივრად შევედგოთ. ალექსანდრას ხამით ჭამა უყვარს, გიჟდება და დედაჩემს და ალექსანდრას აქვთ ხოლმე ღამით ჩაის სვავენ და რაღაცა გენერალურებს იკეთებენ ხოლმე. მე 6 მერე ავჭამ, 5-6 მერე ავჭამ და შენოთ მიირთმევენ ჩაის და საღამოს. მოგითხარით ალექსანდრა იქ ოთახშია თქო და თამაშობს და სათამაშო ოთახია თქო. იცით როგორ არის ის სათამაშო ოთახია და კიდევ მაგიდა არის, სადაც აი 2-3 ადამიანი დაიწყება და გიჩნდნენ და ჩვენ მაგით არ დავიჭერთ და ალექსანდრა ისე მიუდგა, ასე მოუდგა, მაინც გაიცნო ის ბავშვი და აღმოჩნდნენ ბელორუსები მისკიდან და ისე გაუხარდა, მომვარდა, წამიყვანა, განაცნო და ის კაცი მერბა როგორი მეგობრული შვილი გყავდა და ჩვენი კონტაქტები ჩაიწერეს, ჩვენ ბათუმში ცხოვრობთ და ისე რა ქვია, ჩამოვიდეთ ხოლმე თბილისში და თუ სულ გეკნებათ, რომ ალექსანდრა შეხვდეს წიაშაერქვა პოსტ. და შევხვდეთ ხოლმე და ერთად ისე მოითხარი რა თქმა უნდა, ალექსანდრას ძალიან უყვარს გეფიცებით, აი ხო ძირითადად ყველა რუსულად ელაპარაკება, მაინც ალექსანდრას, მაგრამ არა, აი თავისები უყვარს ძალიან და ყველაზე ბედნიერი მაშინ არის ხოლმე მაგათ რო გაიცნობს ხოლმე. და წავიდა ახლა ის ბავშვი და ის მარტო თამაშობს იქ. ახლა მეც გადავინაცვლებ მაგასთან პრინციპში. ეს ამხელა პიცაც აკიდებული მაქვს. ის თქმა მინდოდა. კიდევ ის თქმა მინდოდა. ადრე როდესაც სტუდენტი ვიყავი, რაღაცნაირად ენერგიას ვკარგავდი, დეპრესია მქონდა, პირველი ხარდა რაღაც მუხამი რო არ მქონდა, გამოდიოდი ხოლმე ესე რუსთავაზე, თავისუფლებაზე, შარდენზე, სეირნოთ და ახლა ძალიან ბევრი ტურისტები ხვდებოდნენ. და ეგ ფაქტი ძალიან მახარებდა, მაგას ხურება ძალიან მახარებდა, მაგას ხურება ძალიან მახარებდა. ყველაფერი მაინტერესებს და ვინ საიდან იყო. ხო და რა ვიცი. აი ეს ძალიან მაბედნიერებდა და მუხამში მაგდებოდა შეიძლება თქვას და ასე ვიცოდი ხოლმე უბრალოდ მოვდიოდი და ძალიან ბევრს ვსეირნობდი ხოლმე. ეხლა რომ ახსენდება ეს კოკოსეიდან ეცნობა ყველა მაინტერესებს ჯორი კაცები ვივარ და ყველა მაინტერესებს მაგრამ ეხლა ის ვარო წავიდეთ მე და სახლში. ჩემი შვილი აქ მშვენივრად ერთობა. დედიკა Домой можешь пойдем? Почему? Я хочу поиграть. საერთოდ გინახიაში ვარ. Не ухожу. ალექსანდრა მე მიმტანი ვიქნებიო და ვითამაშოთო და კარგი მეთქი. ვაიმე. О, господи, вкусно будет, да? Да, вот еще салфетки вам. Спасибо за пиццу. Как вкусно. Ням-ням. Эти были. Да, ты Стеша? Стеша, да? Да. Что они тебе сказали? Где я живу, где Белоруссия жила. Да. Обрадовалась, своих увидит. Родня, да? О, Александра Сарыко. Კიდევიაროთ. ეხა ავტობუსით წავიდეთ და კიდე მკერავს რა. Давай возле дома. Ну, я же говорю, на посадку. Хорошо. ხოდა ეხა წავალთ ავტობუსით მეტროთი არა და აქვე არის მოზაიკა და მაგაში შევალ. წამის ფიქსატორი მინდა ვნახო ბელორუსული და ეგ უნდა ვიყიდო. და მე წავალთ ავტობუსით სახლში. ხვავილები. Яш. Жираш? Жиру. Пойдем.
ჩვენ უკვე ავტობუსში ვივართ, შევიარეთ მოზაიკოში, მინდოდა წარბის ფიქსატორი. წარბის ფიქსატორი არ იყო, მე ვნახე რაღაცა შამპუნები, რომელიც TikTok-ზე აღმოაჩინეთ და ალექსანდრამ გაიგიჟა თავი, რომ ეს ძალიან კარგია TikTok-ზე აქებინა. ხოდა ჩვენც YouTube-ში ბოდიში. ხოდა ჩვენც ვიყიეთ ბაკაზევე. მეც ვნახე, ამის განხილვა იყო. Devi piacere, l'armonia. Каталась. Миксит. Это миксит, что ли? Нет. А, микс типа. Бальзами, да? Шампунь. Прикольно. Რაც არ გვიჭირს ფული. მაგას რო ვამბობ, ძალიან მეცინებო. Еще купили бомбочку. ხო, ალექსანდრა. Я сегодня буду плавать. Хорошо. ხაფონდა ფიქსირა, ხუმრობ ხოლმე, რომ რაც არ მიჭირს ფულია თქო რა და ძალიან ბევრმა აიტაცა ეგ. ასე რომ რაც პროფილმა გავიტყვით, მitmeti მე ასე ვიმშვიდობ ხოლმე. ასე რომ მე და ჩემ შულს რაც არ მიჭირს ფულია. ამიტომ დღეს დავხარჯავთ ხვალ ვიშოვით. ანუ აუკლი კარგად იქნება. ალექსანდრუშკას დაქასხო დღეს დაბადების დღე და წეღან ავტობუსში რო ვიჯექით, სწორები ნახა რომ აი აქ რო ბატუტო ცენტრია, მოკლედ იქ იყვნენ და-ძმა გასართობად და ალექსანდრამ გინდა თუ არა მეც წამიყვანე საჩუქარი უნდა ვაჩუქო. ხო და მოკლედ იქ აღარ დაგხვდნენ. მე კარფურში შევიარეთ, რაღაცები ვიყიდეთ და როგორც იქნა მივდივართ სახლში. ძალიან დავიღალე. დღეს ხომ ეს თვალი პრიშნა. ეს ის ხება.